Agda mamisata, dadisata, შუმჩეთნდისათა მოგესალმებით. ჩვენ ავდეთ სოფოს საფრთხე ისტორიაზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო მომენტს ამ ისტორიაში ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ. ეს არის ჩვენ დინასაურუსის ახსენეთ იაკობის ოჯახის ისტორია, მისი მეუღლების, მათი მხევლების და ოჯახის გამრავლების საკითხს განვიხილეთ. მაგრამ არ გამახსენებთ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან მომენტზე, რომ ასახავს ურთიერთობას და დამოკიდებულებას და გარკვეულად მენტალობას იმდროინდელი ადამიანების და ყოველთვის ამ კონკრეტულ ამ ოჯახის, იაკობის ოჯახის. ეს არის საკითხი, რადგან უფალმა განაგო, რომ იაკობ მოუწია ორი ცოლის შეძენა, რადგან უნდა ჯერ რომელიც მას მოეწონა და შეიყვარა რაქელი, მაგრამ დადისის თანახმად მას რაქელის მაგალითად შეერთეს უფროსი ლია და შემდეგ შესაძლებელი შესრულების და ჩვენ გვისაუბრეთ მას შეერთეს მეორე რაქელი და ლიასა და რაქელსა თან ახდათ ეს ხელი, თუ ის მაინც იძლევა თქვათ ესეთი ოჯახის ასულები არიან, რომელთაც უნდა მომსახურე, უნდა ყავდეს საოცარ მხევალი. ეს სოციალური იერარქია დაცული და აი ბუნებრივია რომ ლია გზნობს რომ იაკობს უყვარს რაქელი და განისის ამას ანუ სიყვარულის დეფიციტს გზნობს უსიყვარულო უფრო დიდი ძიმე იქნება შეფასება აზრს არ ეჯავრება სადია ერთი გარეგნულადაც არ მომტონდა და მით უმეტეს არ საპირდამის სწორად მოყვანას და მოუწია სწორად მოყვანა და იმ ტრადიციის გაზიარება რაც მხარეში იყო დამკვიდრებული და აი რა განაპირობებს ლიას მიერ შვილების სახელის წოდება აი ამ სახელთა წოდების საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. და იხილა უფალმა რომ მოძულებულია ლია და გაუხსნა მას საშვედა, ხოლო რაქელი იყო ბერწი. აი როგორ საფრთხო ისტორიის აღწერი ღვთისთაგონებით აღნიშნავს რომ ღმერთმა იხილა რომ ლია ზუსტ და უყვარს რაქელი. გარკვეულად უსამართლობა მეუღლეა. არა გარეგნული თქვათ გარეგნულის მიხედვით უნდა მოხდეს შერჩევა, არამედ ღვთისკურთხე განგებით. ღვთისგანგებით მოხდა რომ მას შეერთეს ლია. მას ეს უნდა მიიღო ღვთისგან მოცემული. რადგან მაინც მისი მშვენიერი იქნება უფრო მიდეკილი რაქელისკენ და ლიას უგულისხმოდ ექცევა უფალი ამ უსამართლობას შესაბამის პასუხობს და ლიას ეძლევა შვილიერება, რაქელს კი არა. ანუ უფალმა მოქცა ის მიიღო და არა ის რაც შენ გინდა და უარყოფნის მოცემული. აი აქ ღვთის განგების სახე, ხასიათი, გამოვლინება აღწევდება და აი ლია და ბიოშის უმტოდებს სახელი მისია რუბენ რადგან და თქვა რადგან იხილა უფალმა ჩემი დამდაბლება ახლა მე შემიყვარა ჩემი ქმარი. ანუ ცოლს უნდა რომ
თქმას უყვარდა. რაში გამოიხატება დამოკიდებულება ხმის ტონ ჟესტიკულაციაზე, მიმიკაზე, რეაქციაზე ხდება რომ არ უყვარს განისის და გულის ტკივილი მის, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთისაში არ იმალება. განსაკუთრებით ყურადღება ღვთისა თუ არია ოჯახის მიმართ. ეს არ არის უბრალოდ ოჯახი. ესენი არიან აბრაამის შთამომავლები. აბრაამს რომელიც გამოირჩევა, რომელსაც აღთქმა დაიდო, რომ მისი წიაღიდან გამოშლით ევლინება ქვეყანას მხსნელი და ამ ოჯახის გამრავლება, შვილიერება აბრაამის შემდგომ მისი ისააკის შვილისგან როგორ ხდება, ამას უფალი განაგებს. იმ აღთქმის სამებრ, რომელიც დადო აბრაამთან. აი ეს შეიძლება ვთქვათ, არ ეხება ყველა ოჯახს ცხადია. და უმრავლესობას გარჩეული იყო ეს ერთი გამორჩეული ოჯახი, მაგრამ ღვთის სამართალი და ღვთის განგება რომ მოქმედებს ყველა ადამიანზე. ამის ნათლად ხედავ ამის გამოვლინებას. შემდეგ ელიას იყო მეორე ძე უშვა და ისე თქვა, რადგან ეს სახელი უწოდა მას სიმეონი და რას ნიშნავს რომ თქვა რომ ეს მოუპარს რომ მოდულებულ ვარ და მომცემე ესეცა და უწოდა მის სახელი სიმეონი და იგი ისო ერთი შვილი ეყოლა ერთი ძე და ეს გასაგებად მნიშვნელოვანია როგორც მემკვიდრეს და ხედავს რომ იაკობის დამოკიდება არ შეცვლილა. ანუ ისევ გაციებულია ელიას მიმართ და უბრალოდ მეუღლესთან ვალდებულია კონდეს ურთიერთობა. ახლა გაგება ხთისა ძელდება და უსაძღი კვლავ ძე და თქვა ამჯერად ჩემკენ იქნება ჩემი ქმარი რადგან რუში მას სამი ძე. ამის გამო სახელი ლევი. ეს მესამე ძეს სახელი და თუნდაც ჩემკენ იქნება ჩემი ქმარია. იმედი აქვს. ანუ მის შვილიერება ღვთისაგან გოძებული. მაგრამ შვილებისგან ოჯახის მამა ელოდება მემკვიდრეს და აი მესამე ძე უშვა და ხედავს ლია ღვთის ხელს, ღვთის განგებას ამ ყველაფერში და იმედია რომ ეხლა მაინც ხო შემიყვარებსო ამდენი ვაჟი გავაჩინე ამის იმედია და მაგრამ როგორც ჩანს არ არის საკმარისი და უფალი აძლევს მეოთხე შვილის. და მუცლადი უყავდა შვაძე და თქვა, ახლა კიდევ ასე ვახიარებ უფალს. ამის გამო ეწოდა მის სახელი იუდა და შეუჩერდა მას შობა ან უნარი შვილიერებისა. 4 ძე შვა. დღევანდელი ასეთ მენტალობის გომით ასევე ეს არ არის არც მეორე და არც ცოტა 4 შვილი. მაგრამ მინდა თქვა რომ ამ 4-დან 2 მესამე და მეოთხე განსაკუთრებულია. ლევისგან წარმოშობილი ლევის ტომი ხდება სამდელო დასის ტომი. ხოლო იუდა მეოთხე შვილი მისგან მოდის ტომი სამეფო გვარი დავითიდან სოლომონიდან დაწყებული. აი შორს ჭრედა უფლის მიერ მომავლის და გამორჩევა სამომავლოდ და ლიას ცნობიერებას ვიფარგლებოდით
ქმრის სიყვარული უნდა მას, სითბო უნდა გაიხაროს და ის ახარებს ქმარს და ქმრისგან ამ სიხარულს ვერ ღებულობს. ეს გულის ტკივილი აქვს და მაგრამ ნახოთ მეორე მხარე რაქელი ის ხედავს რომ მას არ ეძლევა შვილი და კი ქმარს კი უყვარს მაგრამ არ ეძლევა ეს შვილი და ხო შეიძლება ბოლოს შეიცვალოს დამოკიდებულება იაკობისა და ვინც 4-ძე უშვა იმის მიმართ მომენტი ყურადღება გამოიჩინოს და დაინახოს რომ ასე უფალი მიენიჭეს რომ ოჯახის მომავალი მამ ლიასთან დაკავშირებული მიშვილებთან და დედის მიმართ დამოკიდებულება მამის ქმრის არ იმალება ბავშვებისგან და შვილები თუ ხედავენ რომ მათი დედა უღურებელყოფილია ან არ არის მიღებული ქმრის მიერ შესაძლოა მათი განწყობა მამის მიმართაც ან თუ ამ შემთხვევაში რაქელის მიმართ შეიძლება იყოს შესაძლოა ვულგრილი ცივი ან შეიძლება აგრესიულიც კი როგორ ყალიბდება ეს ურთიერთობა და რაზეა დამოკიდებული. შემდეგ უკვე რაქელზე ვიტყვით რომ ძალიან განისის ამას რომ ვერა ჩუქაშვილი თავის მეუღლეს ქმარს და მითომ ეს ძე და უსაყიდურებს თვითონ იაკობს შეგარება მეძლევა და უფალში ეს ჩემს არ არის დამოკიდებული ანუ შვილიერება ღვთის ამბოძებული არის ნიჭი და რატო ზოგს უხვად ეძლევა ზოგს ნაკლებად და ზოგს საერთოდ არ ეძლევა ეს ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული ამიტომ ხშირად ჩვენთვის განგება ღვთისა მიუწვდომელია რატო მოხდა ესე ამას მეტი მიეცა იმას არ მიეცა ან მიეცა და მე დაკარგა შვილი ან საერთოდ გადაყო მშობიერებას ჩვენ განგებას ვერ გავიგებთ იმიტომ რომ ამ განგების საფუძველში ეს ისევ თვითონ ამ ოჯახის ისტორია თითოეულ ადამიანის ისტორია მისი წინაპრების და სამომავლო პერსპექტივა როგორია ეს ხოლმე უფალმა იცის და უფალი იტევს და ამიტომ კითხა რომ ეს მე რატო გამიგეთა და მე რატო ესა და მოკლებული აზრს რადგან თვითონ ის ადამიანი ვინც ამას სჩივის დამნაშავედ უფალს მისცემს მან არ იცის თვითონ რა არის ამის მიზეზი არც წინაპრებში თუ რა ხდებოდა არც სამომავლოდ განიხილავს და არც აი აწყოში თვითონ რა დამოკიდებული უფლის მიმართ და სამყაროს მიმართ და სხვადასხვა მიმართ ეს კომპლექსურად ისახება მე ღვთის განგებაში და უფალი სამართლიანია და მოწყალი არის წოლა და სამართალი ერთად არის მაგრამ რაღაც შემთხვევაში ჭარბობს სიმართლე რაღაც და სამართალი რაღაც შემთხვევაში ჭარბობა და ვინ არის გამკითხელი ქმნილება თავის შემოქმედს როგორ განიხილავს რატო ასეთი შემქმნელი რატო ისეთი შემქმნელი რატო მომიცი რატო არ მომიცი ეს განგების საქმეა აიტომ აზრს მოკლებულია ხოლმე ასეთი ჩივილი და საყვედურო ღვთის მიმართ ადამიანისგან და ეთომ იაკობი მის რაქლის ყდები პასუხობს და გამოდის და იაკობი რაქლს და უთხრავს განამე ნაცვალი ვარ ღვთისა რომელსაც მოგაკლა შენ უცის ნაყოფი და მაშინ უკვე ეს გამოსავალს ეძებს რაქელი
როგორც თავის ძოზე სარა, მაგრამ შვილი არ ეძლეოდა და მემკვიდრე აუცილებელი ოჯახში, ვინც გააგრძელებს ცხოვრებას, აი ეს უწყვეტელობა ოჯახის, გვარის და ინგრესების დამოკიდებული მემკვიდრეზე იქნება თუ არა მემკვიდრე. და ამიტომ მიმართავს იმავე ხელს, რომელსაც სარა მიმართა. და ეუბნება იაკობს, რომ აჰა, ჩემს ხევილ ბალა შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილიერი გავხდები მეც მისგან. იგი სარის უსულთავს თავის ხევილს, რადგან ხევალი მოსამსახურეა, მომსახურე. ეს არ არის ის, რაც დღეს სრულიად ესე იგი მსგავსა და რომ სუროგატი და დაქირავებული ქალი, რომელიც ამას შეასრულებს, რომელსაც არადი სიყვარული არ აქვს, არადი დამოკიდებულება, მისის ეს არის მისი შემოსავლის წყარო და ამ სიყვარულს ის მის წიაღში განხორციელებული და განაყოფიერებული უჯედი იზრდება ადამიანად, რომელიც გრძნობს უკვე მის დამოკიდებულებას იმ წიაღისა, რომელშიც იზრდება. და როცა იშვება ქვეყანაზე, ასე თუ ისე ის გრძნობს, რომ ეს არის მისი წიაღი და მე აღმოჩნდება იმ ქალბუნის ხელში, რომელსაც მიაჩნია ვისხარი დედა და ბავშვისთვის ის სრულიად უცხოდა. და ამ შემთხვევაში ეს არის ტრადიცია, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ ხეველმა თავისი ქალბატონის ნებართვით და ათხოვნით და ქმართან შეთანხმებით და უშოს, მაგრამ ის ბავშვი რჩება იმ ხევის ხელში, ხევალი ეხმარება თავის ქალბატონს ბავშვის აღზრდაში, მოვლა პატრონობაში და ბავშვის ეს უცხო არ არის ეს ვისგანაც და მოევლინა ქვეყანაზე, მისი წიაღია და ახლოს არის და ვედროს იმეცნებს იმას, ვინც არის დედამისი. ანუ ვინც უნდა აღიაროს, რომ სამ შემთხვევაში გენეტიკურად იქ დედის როლი არ არის. მაგრამ სოციალურად და მენტალურად კი. ეს მნიშვნელოვანია. და აი ამ ბალამ უშვა და უშვა იაკობს ძე. და თქვა რაქელმა გამსაჯა მეღმერთა და შეისმია ჩემი ხმისა და მომცა მე ძე, ამის გამო უწოდა მას სახელი დანი. აი საოცრება ღვთის განგებისა, რომ შეჯიბრი და ცდილობა, რომ ღვთის განგება მიუხედავად გააკეთოს, რაც მას უნდა, კეთილნაყოფს არ გამოიხებს და ეს პირველი შვილი რაც ეყოლა და სახელი დანი და ვიდა წერილში და აპოკალიფში ჩანს, რომ და იმ დასამეწყებაში, რომელსაც შემდეგ იაკობი, რომელსაც თავის შვილებს აკურთხებს გარდაცვალების წინ, ჩანს, რომ დანს უმძიმესი მისია და მის სამოვლობას და მისი ჯარიდან გამოსვლას ოდესღაც ბოლო ჟამის დროს იშვება ის ვინც ეცდება, რომ ხსნელის ნაცვლად იყოს ქვეყანაზე, რომ თითქოს ხსნელი იყოს, მაგრამ ამ დროს ხსნელის მოწინააღმდეგე. ამას სხვა დროს განვიხილოთ ამ საკითხს. აი აქ რაკომაც უთქვა, რომ შეისმია ჩემი ხმისა და მომცა მე. კი შეისმინა, მაგრამ როგორ შეისმინა? და იმისგან ნაშობზე უკვე ღვთის განგება არის, ვინ იქნება ის ბოლოს ამ სოფლის, ამ სამყაროს დასასრულის ჟამს რა მისია ექნება მას.
ნაცხადია, რომ ადამიანები ზოგადად ხარდა ჩვენი სიცოცხლის მასშტაბით და ჩვენი ამ ქვეყნიური, ვთქვათ, სიხარულით მწუხარების მასშტაბით ვაზრუნებთ და ღვთისა არ გვესმის. და არც იმას ვფიქრობთ, რომ ჩვენ არასოქმედებაზე შესაბამისი პასუხიც იქნება. და უსათებო კვლავ ბალამ რაქელის მხეო და უშვა მეორე ზე იაკობს და თქვა რაქელმა შემეწია მე ღმერთი და გაუთამასოდი ჩემს დას და შევძელი და უთუდანო სახელი ნეფთალი. იგი აიქაც შეჯიბრის და ის ხალხა მეორე, მაგრამ ისევ ხევრისგან არის ეს მეორე. და იქნებ არაფრით ისეთი გამოჩენილი არ არის და თუ მოხსენებოდი თეატრში ნეფთალი და ზაბულონი იხსენიება, მაგრამ მათი ადგილი და მისია ამ ოჯახის მომავალში და საღვთო ისტორიაში ეს სხვა არის. და ამის შემდეგ ლია ხედავს, რომ მას აღარ უჩნდება შვილი და ვთქვათ, რაქეს ხელებისგან იყოლია. ეხლა რადგან იაკობმა მიიღო ეს შემოთავაზება, რომ ხელებისგან იყო შვილი, ეხლა რაქესაც აქვს ამის უფლება. რადგან მას აღარ ეძლევა, მაგრამ დაპირისპირება დებს შორის და ქმართან მიმართებაში ორივე ცოლია და თქოს სტატუსი თანაბარი არის და თანუპირატესილია ის პირველია. მაგრამ მეორე მხრივ რაქლეუთ შეყვარებული ის არის უპირატესი. ეს დაპირისპირება, ეს პოლარიზაცია ვთქვათ ფიზიკურსა და მშვენიერთან მიმართებაში. ფიზიკურად თქოს უპირატესილია და ემოციურად და მშვენიერად რაქელი უფრო. და ეს ორი რამ უპირისპირდება ერთმანეთს და შემდეგ ლია ასევე შესთავაზა იაკობს, რომ მიიყვანაო ზელფა თავისი ხევარი და მისცედი იაკობს ცოლათო. შევიდა მასთან იაკობი და მუცად იყო. ზელფამ ლიას ხევარ და უშვა იაკობზე. ეხლა ხო ყავს 4 შვილი, 4 ძე უშვა და თვითონ და რაქილმა ხევლისგან ერთი შვა, მეორე შვა. რო შევადაროთ, ხადი მაინც ლია უპირატესია. განისის იმას, რომ აი ის აგრძელებს და რადგან მე არ შემიძლია, მაშინ მეც იგივე ხელს მიმართავ. აქაც გრძელდება მათი დაპირისპირება, ნებისა რომ მაგრამ ესეც ყველაფერს თვითგანგებაა, რომ ერთისგან 12-ვე არ იყოლება ძიმე იქნება, თუმცა არის ოჯახები, სადაც 12 და მეტი ბავშვი იმადება ერთი ცოლ-ქმრისგან. მაგრამ აქ საუბარია, რომ ეს არის ოჯახი გამორჩეული თავის წინაპრის აბრაამის გამო. და მახთის განგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გამოჩენილი. შემდეგ ხედავთ, რომ ლია ასე ამ ზელფასგან მეორე შვილი იყოლა. ჯერ
ერთი არის გადი და მეორე ლია უშვა და ასერი. და აქაც ხედავთ რას ამბობს, ნეტარი ვარ მე, ამბობს ლია, რადგან შემნატრის მე შემნატრიან დედაკაცები და სახელი ასერი. ანუ სახელების დარქმევა ხდება შესაბამისად მათი განწყობისა, მათი ცნობიერებისა. თვითონ უწოდებენ სახელს და არა უფალი. ამიტომ ჩვენ გენეალოგიაში ხდებოდა ასეთ ნიუანსი, რა უწოდა თავის სახელი, ან სახელი მას უნდა და არის უფალი უცხადოს, ეს უწოდე შენ შვილს. ეს დაარქვია. თქვათ ისააკი ეწოდა, იმიტომ მოახერხეთ იმ სიცილის თუ ღიმილის, რომელიც თითაც სარამ უპასუხა უფლის იმედზე ეყოლებოდა შვილი ერთი წლის შემდეგ. იმედი იყო საჭირო, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ მას ამ მის ასაკში და მის გომორებაში შვილი ყოლოდა. ამიტომ ახშოვდეს, ნუ გაგეცინებათ ღვთის სიტყვაზე და ღვთის განგება ნუ გაგვირევთ თქვენ. ეს გახშოვდეთ ღვთის. აი როგორი შედეგი არის. შემდეგ რუბენი, ანუ ლიას უფროსი ვაჟი, უცევას თვითონ ეყოლა. იყო გასული ველად და ნახა იქ მანდაგოს ვაშლები. ეს განსაკუთრებული ეს იგი ვარდოთ ესეთი ტროპა ბელადონა, რომელსაც ნაყოფის ხელშემწყობად მისცემდნენ. ნუ იყო თუ არა ოსტროში ესეც ღვთის განგება და გაიგო რაქილმა, რომ ეს რუბენმა იპოვა მინდორში ეს ნაყოფი, მიწის ვაშლის. და თხოვს ლიას, რომ რაქილმა უთხრა ლიას, მომეცი მე შენი ეს ძისის ანდაგორებიო. მაგრამ ლიას ბუნებრივია უნდა რომ თვითონ უშვას, რომ მისგან იყოს შვილი იაკობისთვის. მაშინ სიყვარული სრულყოფილი იქნება თოქმა შორის. არა მხოლოდ შვინიერი ამის ნაყოფისამებრ, მათი ურთიერთობისა. და ლია უთხრა, არის უშეცი საკმარისი, რომ ტამბაქი ჩემი ქმარი და ნუ თუ ესეც შენ გინდა და მაშინ ხო პირობას დევს, რომ რაქილთან შესთავაზა. კარგია, მაშინ გითხოვ ქმარს, შენ იყავ მასთან და მე მომეცის ნაყოფი. აი სადამდე მიდის ეს დაპირისპირება, რომ უჩევნიანოდ თავისი მეტოქესთან ხონდეს ეს მეუღლობრივი კავშირი დრომდე სოდია. მერე მას ეყოლება შვილი და ქმარი მას უფრო შეეყარებს. როგორი თესაუცარი ურთიერთობებია და როგორი ფსიქოლოგია, მაგრამ გამომდინარე ინდოინდელი მენტალობისა, რაც უფრო შვილი და მეც შულს და ძეს აჩუქებს თავის ქმარს, უფრო ძლიერდება ოჯახი და მისი მამა სამოულო არსებობა ქვეყანაზე. გამდიდრდება კიდევაც და გაძლიერდება კიდევაც და ამიტომ თვითონაც მონაწილეობენ ამაში. ნუ ჩვენი დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში კარგად ვიცით.
მაგრამ ეს ცნობიერება რომ რაღაცაეთ ვიზრუნოთ მომავლისას შენიერისა ეს ნაკლებად შეიმჩნევა მოდიოსებში და იაკობი დაბრუნდა ველიდან მას დახვდა ლია და უთხრა მე დღეს მოგიყიდეო შენ და შეიძლება და უთხრა ჩემთან შემოდი დღეს რადგან ნაყიდი მყავხარ შენ ჩემ ნახეთ როგორი რომ ნებართვა მიიღე რაქილისგან და მაშინ მე ვარ შენ დღეს შენი ცოლი და შენ ჩემთან უნდა დარჩე და იაკობი მორჩილება მას აი საოცარი ხო ქმარ-ცოლი თავია ცოლისათვის ხო მაგრამ რაღაც ფარგლებში ცოლის მართავს ამას რისთვის ეგოიზმი არა ეგოიზმი და ზრუნვა ოჯახის მომავლისათვის მარტო შუქთა ეგოიზმი არ არის და რატო იმ ღამეს და შეესწრო უფალმა ლიასი და უსლად იყო და უშე იაკობს მეხუთეზე და თქვა ლიამ მომწონს მერთო ჩემი საზღაური იმისაც რომ მიეცი ჩემი მხევრე ჩემს ქმარს თოთლი მისახელი ისაკ არის რაც არის საზღაური მაგრამ ის საოცარი სიტყვა რომ მივეცი ჩემი მხევრე ჩემს ქმარსო ამის სანაცვლოდ ანუ მე მსხვერპლი გავიღე რომ ოღონდ შვილი ყოლოდა ჩემი მხრიდან ჩემი თანხმობით ჩემი ხევლისგან ეს აი ეს გადავდგინა ვიჯერ შეისმინა უფალმა და მომცა მაგრამ რაკეთან პირიქით არის მას ეძლეოდა შვილი და მე აღარ ეძლეოდა და მოუწია ამ დაპირისპირებაში თავის ხევლების გამოყენება ხო მომსახურება თქვათ ასე ხედავთ რომ განსხვავებულია ეს მოქმედებები განსხვავებულია განგება და განსხვავებული შედეგი და შემდეგ ლია შეეძინა შვილი და თქვა რომ მაჩქრმე ღმერთმა კარგი საჩუქარი ამჯერად ამომერჩეს მე ჩემი ქმარი რადგან უში მას 6-ძე და მის სახელი ზაბულონი და აი ამ შემდეგ უკვე ასული შვა დინა მაგრამ გაიხსნა ღმერთმა რაქელი და შეისწნა მისი ღმერთმა და გაუხსნა მოსაშო ანუ ხედავთ რომ შვილიერება ნიჭია ბოძებული ღვთისაგან და ამ ნიჭის უგულებელყოფა ძიმე დანაშაულია ღვთისწინაშე და შესაბამის მერე ამას მოყვება ღვთის განგებით ჩვენთვის მოულოდნელი შედეგები რომ დროებით სიხარული შემდეგ მომავალში მერე დამძიმდეს იმ შედეგითაც მოყვება ღვთის განგებისათანადო ქმედებას და აი უსათიღო რაქილმა და ამარიდა ჩემს ვედრება ამარიდა და უწოდა მის სახელი იოსები და თქვა შემატოს ღმერთმა მე სხვაძე ანუ ერთი ხო იყო როგორც იქნა და მაგრამ არ ჩერდება მეორეც მინდა იმას 6 ყავს უკვე ლიას და მე ეს პირადად ლიასი და კიდე 2 ხევლისგან და 8 არიან ამას მარტო 2 ყავს ხევლისგან და ეს ერთიც არა საკმარისი იმიტომ ითხოვს რომ კიდე მიეცეს მას რომ არ არის საკმარისი ის მანდაგორის იმის გარეშე ლიას სამდენი ყოლა და არ ეძლეოდა აი ის გამო რომ მან
დათმო თავისი ურთიერთობა მეუღლესთან და დაუთმო თავის დას ამ შეფრისათვის შესმენილი იყო მისი ვედრება. და ის მის ვაჟი ნაყოფი და მის ვაჟი მანდაგური ამ შემთხვევაში ხოთაშობს ამ ფუნქციას ახლა უკვე მანდაგურის გარეშე მას ეძლევა შვილი. უფალი ხედავს აი გულმოდგინებას ადამიანისა რომ მაინც უნდა ეს და რა უნდა თავის მეუღლის სიყვარული არ აკლია მაგრამ გრძობს შეიძლება მოაკლდეს თუ შორის გაუჩენს მას და გაცილდება და გაიხედავს სხვისკენ ვინცაც ამრავლებს ოჯახს ხო აი როგორი ფსიქოლოგია ადამიანების და უსათილოდა უშვა ის და თქვა ამაზე შემოღმეთა ყვედრება ხო და კიდე სახელი იოსები მაგრამ შემდეგ უკვე მეორე ეყოლება ახლა როდესაც იშვა იოსები იაკობმა უთხრა ლაბანს რომ განმიშიმე რომ წავიდე ჩემს ხარეში და ჩემს ქვეყანაში ანუ იაკობი აქამდე ემსახურებოდა თავის ბიძას ლაბანს მწყემსად იყო და გამდიდრა ის ამით და რადგან უკვე ტავს ოჯახს თოშვილი გამრავდა მისი უნდა გაგრძელდეს იქ იმ ხარეში რომ თმეთო ურთხა მის წინაპარს აბრაამს რა ყდა აქ ყოფილიყო ხო ბიძის სახში ხარ საქონელია შენ თვითონ შეგიძლია იქონი არაფერი არ გაკლია შენ საჭმელ სასრული სახლი ყველაფერი გაქვს მაგრამ ეს არ არის თავარი ეს არის უფალმა აკურთხა აბრაამი და ის მხარე და იქ უნდა ვიყო თუ ახთვის შვილი ვარ ახთვის ამშულებელიც უნდა ვიყო აი ეს პასუხი ღვთის წინაშე და თავის წინაპრის აბრაამის წინაშე ამოქმედებს მას და ის აპირებს დაბრუნებას თავის სამშობლოში თავის ხარეში დიკურთხეულ იმ ხარეში მეთა ურთხა აბრაამს ამით დავშვით საუბარს და შემდეგ გავაგრძელებთ მერთა დაგვხვდებით